მოგესალმებით. ანრი, ეხლა მე უნდა დაგასწრო. ფანტასტიკურად გამოიყურება. მე კიდე შენ მინდა გითხრა რომ სასწაულად ლამაზი ხარ დღესაც და ყოველდღიურად. ესე იგი ნატუკას ერთი გამოხედვა მიღირც ყველაფრად. ჯერ ესე თვალები აქვს. მე კიდე როგორ ღრმა ყურება იცი ხოლმე. თვალები რო დუმანდა მღერიანე გიცი ხო? თვალები შემოფეთებისა იყოს. დღემშვიდობისა მეგობრებო, უსაყვარლებს ჩვენო მაყურებლებო, სასწაული თემით ვართ. ძალიან საინტერესო. ძალიან მე პირადად ძალიან მიყვარს ხა იმიტომ რომ უნდა ვთქვა. მე მგონი გვაქვს ამის დრო. ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანები იყვნენ სკოლაში. დღემდე მყავს ერთი ადამიანი, რომელიც აი პირდაპირ მნიშვნელობით ჩემი დედისგან ვერ განსხვავდება და მინდა დიდი სიყვარულით მოვიკითხო და მადლობა შევწირო თითოეულ ჩემს პედაგოგს, რაც ჩემთვის მათ გაუკეთებიათ, რა мотиваციათ მათ ჩემთვის ჩაუდიათ, დიდად გამორჩეული მოსწავლე მე არ ვიყავი, მაგრამ ისინი არასდროს ჩემში არ ჩაუყლავთ მათ აი მის სურვილი რომ რაღაც მეკეთებინა, რაღაც მიმეგნო პირიქით. ყოველთვის იყვნენ მეგობრები, ამიტომ მადლობა ჩემს სკოლას ბათუმში და დიდი მადლობა რა თქმა უნდა ჩემს ინსტიტუტს, ფანტასტიკურ ჩემს ლექტორებს. უღრმესი მადლობა ყველას ჩემთვის რაც გაიკეთებიათ, იმიტომ რომ განსაკუთრებულები მყავდნენ მართლა. ალბათ ყველა სტუდენტისთვის თავისი ლექტორი განსაკუთრებულია. მოარი, მთლად ესეც მინდა გითხრა. მე გამიმართლა. კი გეთანხმები და მეც გამიმართლა, იმიტომ რომ იცი რა იყო მეგობრობა და ამავდროულად როგორც კი ჩვენ ლექციაზე შევდიოდით, ხო, თეატრალში. იქ უკვე იყო პატივისცემა, საქმე და ის საქმე, რომელსაც შენ, ასე ვთქვათ, მომავალში უნდა ემსახურო 10 მაგათ რო შეგიყვარებს და პირველი ვინც გახსენდება არიან შენი ლექტორები და სხვათა შორის დღემდე მახსენდება ჩემი დამრიგებელი სკოლაში. მე სამრიგებელზე საუბრობდი დამრიგებელი და საოცარი რაღაც მოხდა რომ ტელევიზიაში იმეჯი როცა მუშაობდი აღმოჩნდა ჩემი დამრიგებლის შვილი იყო ჩემი ოპერატორი. და კიდევ უფრო მეტი სიყვარული და ვფიქრობ რომ პედაგოგებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როგორც ადამიანად როგორი ჩამოყალიბდები რამდენად შეგაყვარებს წიგნის კითხვას, უფროს უმცროსთან ურთიერთობას და ზღვარს, სწორედ ეს არის ჩვენი თემა, როგორ დავიცვათ ლექტორსა და სტუდენტ შორის ბალანსი და როგორ მოხდეს მათი მეგობრობა და სასწაული ქალბატონი ყოსტუმრად. სტუდენტებისთვის გამორჩეული ქალბატონი, რომელსაც პოეზია უყვარს სიგიჟემდე, არაჩვეულებრივად კითხულობს ლექსებს, ულამაზესი და უსაყვარლესია და გამორჩეულია სტუდენტებისთვის. ეს ვიცი სტუდენტებისგან ქალბატონი ლია მეტრეველი პროფესორი, ფსიქოლოგი მობრძანდით ულამაზეს და უსაყვარლესო ქალბატონი. ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენთან. სასწაულად გამოიყურებით. მადლობა. მობრძანდით, დაბრძანდით. მე და ქალბატონი ლია რაღაც ერთფერებში ვარ. სასწაულად გამოიყურებით ამიტომ ორივე. ქალბატონი ლია როგორ დაბრძანდით სადაც კომფორტულად იქნება. არა მიშავს, მეც მადლობა. გაცილებით მეც სიმსახურებთ, მეც მოფერებას, მე კომპლიმენტს, მაგრამ რაც შევძელით გულით იყო და ეს იყო მთავარი ეს არის. ესე იგი, ქალბატონი ლია, როგორ ახერხებთ რომ იყოთ ახალგაზრდების საყვარელი, გამორჩეული ლექტორი და საუბრობდნენ თქვენზე განსაკუთრებული მოწიწებით და დიდი სიყვარულით. ამას ნიჭი უნდა. ამას ნიჭი უნდა, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, ამას სიყვარული უნდა. სიყვარული შენი საქმის და სტუდენტების. ესე იგი ორი მხრივია. ხო, აი სტუდენტი უნდა გიყვარდეს, თუ სტუდენტი არ გიყვარს და შენი საქმეზე არ ახარ ძალიან შეყვარებული, ამ საქმედან არაფერი არ გამოდის. და აუდიტორიაში რო შედიხარ და რო გელოდებიან და რო ზეშკოფი და რო შეხვალ და ღიმილიანი სახეებს რო ხდები, აი ეს ყველაფერია ჩემთვის. ხო, მაგრამ აი ჩვენ საუბრობდით ოქროს შუალედს. შეიძლება ძალიან ახლოს ვიყო სტუდენტთან, მეგობარი ვიყო და ცოტათი გამიშინაურდეს. აი სად არის ის გასაღები, აი ოქროს შუალედი. აი ეს ოქროს შუალედი ყველაზე ძნელია, სხვათა შორის მახსენდება ხოლმე ყოველთვის ამ დიალოგის დროს თუთაშხიაშია ძალიან კარგად, როცა თუთაშხიას იბარებს დედა ეფემია და სასწაული დიალოგია. ნუ ის ხო საწყინვალე დიალოგია. სასწაული დიალოგია, ქალბატონი ზინაიდა კვირინჩხილაძე და ჯერ ზინაიდა როგორია. სასწაული დიალოგია. ესეთ რამეს ეუბნება, რომ შენ რაღაც სათნოებაზე ელაპარაკება და თუთაშხიაობა რა არის დედაო სათნოება და იშვიათად მინახავსო შემცმარი ეფემია წინამძღვარიო და უთხრა ესეთი რაღაცა რომ შენ უკიდურესობის კაცი ხარო სათნოება კი ზომიერება ხო უკმარისობასა და ნამეტანობასა და უკმარისობას შორისო და სულ მახსენდება ეს და ჩემ სტუდენტებთან და აი ძალიან მიყვარა ძალიან და მართლა რომ შემდივარ და ესეთი თვალებით მხვდებიან და ჩემი სავიზიტო ბარათია მეძახიან ასე ლიამას რო შემდივარ მე ვეუბნები რომ ვეცნობი რომ მე ვარ თქვენი ლიამასი
და იცით იმათმა ძალიან კარგად იციან მე რომ ძალიან მიყვარს ისინი და იმათგანაც მოდის ეს თან ზოგჯერ რაღაც შეფარებით ვეტყვი ხოლმე რომ კი ეს მეგობრები აუცილებლად ჩვენ მეგობრები უნდა ვიყოთ და ისე სტუდენტი და ლექტორი პარტნიორები არიან ხო ფაქტიურად თუ არ არის სტუდენტი არ არის ლექტორი და არ არის ლექტორი ეს დამთავრებული კი ნამდვილადაა აქ ორი აზრი არ არის და მაგრამ ყოველშვიდობნები აი იმას კი არ ჩვენ მქონდეს ესეთი ურთიერთობა ზოგადად ვამბობ რომ სიყვარული ადამიანს რომელსაც ძალიან უყვარხარ მას ძალიან დიდი მოფრთხილება უნდა ვამბობ ესეთ რამეს და აი სუბორდინაცია შეიძლება ადამიანი იყოს შენი მეგობარი შენზე უფროსი მართლაც ხო ასეა რა მაგრამ ის სუბორდინაცია რაღაცა არ უნდა დაირღვეს მეთქე ზღვარი არსებობს ხო რაღაცა ის რომ მაინც და არასოდეს არ დაურღვევია სხვათა შორის აი სწორედ ეს გასაღები ამას როგორ ახდენთ იმიტომ რომ ყოფილა ხო მაგალითები რომ ვიღაცას გადაუბიჯებია ამ ზღვარზე აი ამას როგორ ახერხებთ ფსიქოლოგი ხართ და სწორედ აქედან გამომდინარე დავსვამ კითხვებს ალბათ თქვენი პროფესიაც გეხმარებათ ფსიქოლოგია თავარია ძალიან ფსიქოლოგია გარდა თქვენი პიროვნებისა ხო პიროვნება რა თქმა უნდა ხო ეს მარტო სულარას იზამს ხო ეს ყველა ვიცით ჩვენ მაგრამ კი რა თქმა უნდა მაქვს რაღაცა გასაღები მეც არ ვიცი როგორ ვახერხებ თანაც ერთი რამეა იცით როგორც შეიძლება არ უნდა გავეხუმბრო არასოდეს არ წყენთ მაგრამ მე როგორ ვეხუმრებ იცით თავარი ხომ მაინც ის არის ადამიანს რას ეთყვი კი არა როგორ ხო და დამთავრებულია და ის თანაც გძნობს თვითონ სტუდენტი რომ შენ ის ძალიან გიყვარს და ამიტომ ყველა ადამიანი გძნობს ხო ერთი პეტერესტროპს ვიტყვი ანა კალანდაძის ლექსიდან თუ შეიძლება აქვს ესეთი ლექსი ძველად აქ ჩარებს უხმობდნენ დაფთაფითა და ბუგითა ახლა ყაყაჩო შემომხვდა ლამაზი ქალი შუქითა შემომხვდა შემომანათა ჩინჩხლები შემომაყარა ალუჩა ტყემლი შემოსვლა და გაზაფხული מחარა უცნო კაცად რომ შემიცნო შერცხვა და თავი დახარა შერცხვა და თავი დახარა სიცითლემ გადაუარა ალბათ იმაზე დაფიქრდა მოვეწონეო თუ არა ხო ამას მაინც ყველა ადამიანი ხო გძნობს ამას გძნობენ სტუდენტები კაცო შენ სიყვარულს და ზოგჯერ ვეტყვი ხოლმე აბა ეხლა ნერვები არ ამიშალოთ ლიამას რა დროს ხდება ნერვების მოშლა რა დროს ბრაზდება ლიამასი ბრაზდება აი მე ეს იშვიათად ხდება მაგრამ აი ლექციას ვკითხულობ და ლექტორებიც მსახიობები ვართ სხვათა შორის. ზოგადად გჭირდება. ყველაზე რთული პროფესია, იმიტომ რომ უნდა აიყვანოს და რასაც მსახიობები აკეთებენ, ერთად ისუნთქონ ლექტორმა და სტუდენტმა. არ უნდა გაგექცეს. არ უნდა გაგექცეს. ხო და აი არის, თან იცით ეს ლექციის განწყობაც როგორ წაკითხვაც როგორ არის, განწყობაზეც ძალიან ბევრი, ზოგჯერ ისეთი განწყობა გაქვს, მართლა ამოიღებ და გულსდებ. შენ და იქ შეიძლება ვიღაცა ან ტელეფონს ან რაღაცას და ხომ არ გონია შენიშვნოს კი აი რა ხდება ამ დროს და ნუ პირობითად ვლაპარაკობ ტემპერამენტზე ხო და ტემპერამენტი მაქვს და ვიხილავ და ვლაპარაკობ და არსებობს 4 ტიპის ტემპერამენტი და ვიღურები იქეთ ვინც გასაგებია ის. ხო, არა, ის გასაგებია რაც უთხარი და ეს. იგი რაღაც დააშავა. ხო, და ან სახელით მიუმართო ან რაღაცა, არა, იმაშინ იცის იმას რომ უყურებ და ხმას რომ უწ. თქვენ კონკრეტულად ახლა ერთი მიმართულება გაქვთ ფსიქოლოგია. მაგრამ ხშირად ხომ არიან სტუდენტები იგივე მოსწავლეები, რომ ასწავლობენ საგანს. არა ინტერესებს უბრალოდ. ფსიქოლოგია მეორე პროფესიაა და ანუ უბრალოდ ზარმაცები კი არ არიან. აი ესეთები არიან, რა ცოტა აი მოხულიგნო ელემენტები არიან, არ უნდა წიგნი არ უყვართ. აი ამ დროს როგორ ხდება? გაგიკვირდებათ და მოხულიგნო ელემენტებთან გადასარევი ურთიერთობა. არ ვიცი რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს ახლა სიმართლე ეს არის. იმიტომ რომ იქნებ ზუსტად გრძნობთ მათ შინაგან მდგომარეობას, რამდენად უყვარხართ თქვენ, გრძნობენ ისინი. ისინი გრძნობენ და გარდა ამისა, მე არ მქონია ესეთი მომენტი, ალბათ შეიძლება ერთხელ ორჯერ, მაგრამ თუ ვიღაცა ესეთი მართლა გამოუსწორებელი და რაღაცა, ყოველთვის ვეთქვი და მელოდე ლექციის მერე ვეთქვი ხოლმე და მე რა ხდება ამ დამელოდეს ერთ-ერთზე ველაპარაკები მე და მე და იქ სერიოზული საუბარია. არა, ხო, საუბარია რა თქმა უნდა, მე ხო გთხოვე ახლა, ნუ არ არის ახლა და თუ მართლა ძალიან ისეთი ხულიგანია და მიდრეკილება აქვს, აქეთ მხარეს, მე ვუყნებ ეს არ არის კაცური საქციელი.
წესკაცური საქციე. არა, ლეამას მეტყვის, არა. ერთი სიტყვით რომ ვთქვა, ცოტა უხეშად არა პრინციპში პირდაპირ ნამუსი აგდებთ ოღონდ პროფესიონალურად. პროფესიონალურად და იცით ზოგჯერ თავიანთ ენაზეც ველაპარაკე. ხო, მესმის. თავიანთ ენაზე უნდა ელაპარაკოს სხვანაირად. კი, ასეა. გაბატონია, მესაიდუმლეები თუ არიან თქვენ? აი თქვენთან თუ მოდიან. რამდენჯერაც კიდე და რასაც ვფიქრობ, ეხლა ის უნდა ვთქვა. უნდა თქვა. კაცო, მეუბნები, რასაც გოგონები უფრო სიყვარულზე, რა აწუხებთ, ეხლა მაგათი საწუხარი ძირითადად ეგ არის და ზოგჯერ გულში მეცინება ხოლმე, აი ჩემი ხო ძალიან დავალაგეთ. მაგრამ ერთი რამეა, სხვა მან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი, ხო? კი ბატონო, ეს საქმეში ბრძენება გამოდის. კი, გამოდის და მოვა ხოლმე და ერთი ორჯერ ვთქვამთ, რომ ჯერ ლაპარაკი რა, მეუბნები ჯერ ვისაუბროთ. ხო, კარგით, რა გინდათ მეტყვი, რაშია საქმე? რაზე გინდათ სიყვარული? ნუ სიყვარულზე უნდათ ლაპარაკი, რაზე გინდათ სიყვარულს? ხო, კარგით, მაცალეთ და მე ყველას ერთად აგიხსნით ხო სიყვარულს ხო მეუბნები. ერთგვარი აღსარება, ესე იგი თქვენთან. ნუ რა ვიცი, შეიძლება სულიერი კათარზის შეიძლება ითქვას. სულიერ პლანში რა თქმა უნდა, ხო. ანუ პირადზე ძალიან პირადზე საუბრობენ ხშირად არის. როგორც ჩანს ეხმარება ქალბატონილია და ამიტომაც კი ბატონო. და ძალიან ხშირად არის ხომ ეს სტუდენტი და ისეთი ასაკი არის რომ ოჯახთან მშობლებთან რაღაცა კონფლიქტი თუ ყოფილა რომ აი მოსულა. კი, ყოფილა და სიყვარულზე არა. მართლა არ ვიყავი გამორჩეული მოსწავლე, გულწრფელად ვამბობ. დიდად სკოლაში უსადვა გამხენილი ის ჯობს, დიდად სკოლაში არ მიყვარდა წიგნი, მაგრამ გიждდებოდი მასწავლებლებს და ისინი გიждდებოდნენ ჩემს და ერთ-ერთი დამრაგებელი სკოლის დედუნას ვეძახით დღემდე სხვათა შორის ქალბატონად თავდგრიდის მოვიკითხო ყო მიყვარხართ რის თქმა მინდა ამით მაგრამ როცა მოდიოდა ნიშნის დაწერის დღე აი შევდიოდა პაროდიას ვუკეთებდი მასწავლებლებს და ნიშნებს ღებულობდი აი ეს რა ფენომენია რატომ უყვართ ცოტა მოხულიგნო მოცელქო აი ასეთი გამორჩეული ბჭყალებში რატომ იზიდავს მასწავლებელს ლექტორს მსგავსი ბავშვი აი რატომ იზიდავს იცი იმას რომ დავუშვათ მარტო ის არ არის დავუშვათ რომ მას ესეთი ხულიგანი კი არ არის ის კაცო მარტო იმის იქით ბევრი რამე იბალება ზოგისთვის ეს ფასადია იცი ხო რაღაცის დამტკიცება რაღაცა უნდა თან ისეთი ასაკი აქვს რომ მოსწონს რა ესეთი ქცევა და რაღაცა ნუ მაინც ყველაფერი არის შენი საქმის სიყვარული აი შენი საქმე უნდა გიყვარდეს პური უნდა გამოაცხოს მე პური რა დამთავრებულია არაფრით არ შეიძლება იმიტომ რომ ის ცხოვრების ნახევარზე მეც ადამიანის სადატარებს სამსახურში მე ვატარებ აუდიტორიაში მაგალითად ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს ხო აი ხა როგორ წარმოგიდგენიათ ის საქმე თუ არ გიყვარს რა უნდა რანაირად მოხდება და იცით უგულისხმო არ უნდა იყო იცით აი ბავშვად მე მყავდა ეხლა სხვათა შორის ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიები არის ესეთი ფაკულტეტი და საკმაოდ ისეთი ძალიან მაგარი ბავშვები არიან და განსაკუთრებით არიან მათემატიკოსები, მათემატიკის ჯგუფი და სიზუსტე უყვა. ხო, აი და გოგონები არიან, მარიამები იყვნენ, ისეთი გონება აქვთ, რომ გაგაგიჟენ. ხა მე არა ვარ მათემატიკოსი, მაგრამ ხო ვიცი როგორც აზროვნებენ, იქ პრეზენტაციებს ვაკეთებთ იმას და ეხლა ერთი გოგონა მყავდა და ეს იჯდა სულ ეს რაღაცნაირად აშკარად რაღაცა აწუხებდა, მაგრამ თან როგორ ის არ პასუხობს არ აქტიურობს, მაგრამ ვიცი რომ იცის რა და დავიბარე დასვენებაზე. მოვთხარ, ეთო მოდი რა რაღაც საქმე მაქვს მეთქი და მევთხარ, მე ხო იცი, ხო ვიცი რომ შენ ყველა რატომ არ აქტიურობ მეთქი, აი რატომ არ მე აღმოჩნდა რომ რა ვიცი რაღაც თავისი სენტიმენტები ხონდა და მაგრამ ესეც ცოდვა როცა იციან და ზოგჯერ ესე არიან ხო ცოდნა ის არის რომ სადღაც რეალიზაცია უნდა გაუკეთო იმ შენ ცოდნას ხო თორე ეგრე თეიმურაზ ხევისთავის აი მე ძალიან შორს არ წავიდე. არა ძალიან საინტერესოა. თეიმურაზ ხევისთავის რო შემოყავს ჯავახიშვილს არა, შემოყავს ძალიან კარგად ახასიათებს ეს დიდ ღვაწლშია ეს კაცი, თბილისელი კაცია, ძალიან მოწესრიგებული, განათლებული, უგზო ყველაფერი, მაგრამ მე ისე იქცევა ამ თავის სოდნას რეალიზაციას ვერ უკეთებს და მე ბოლოს რას წერს ჯავახიშვილი, ქაღალდის ჩრჩილს უწოდებს სამწუხაროდ და ეს ხო საშინელი რამეა. მაგრამ იმას უპასუხისმგებლობა ღუპავს.
ვექილია კაცი და რომ მიდის პროცესზე, ვიღაცა ხვდება ქუჩაში და ესაუბრება მას. ამ დროს იქ და მისი მოგებული საქმე ამიტომ არავის არ უნახავს. აი ეს. რა არის ცოდნა ქალბატონო? არა ვიქ მწოდნა რას მარგებს ფილოსოფოს და ცნობებას ათანდილს დავესესხოთ ხო კი ბატონო თქვის ყავს ცოდნა ძალიან კარგი რამეა და ბევრი რამეა მაგრამ განმეორდები და ვიტყვი ცოდნა თუ შენ იმას რეალიზაცია არ გავუკეთე დანაშაულია და რატოა დანაშაული მე მეგობარი მყავს ეს მართლა ცოცხალი ენციკლოპედია მაგრამ არასოდეს არ უმუშავია და მე ხომეო ჩემთვის მინდა ქალმა როგორიც ის რელიგია, ფსიქოლოგია, მხატვრული ლიტერატურა, კინემატოგრაფია, ყველაფერი, მაგრამ და რა ვიცი, მოხდა ისე რომ არ მუშაობს და ეს უკვე დანაშაულია და შენ ცოდნა, ხო, ცოდნა კარგია, იცი რაღაცები, რომ შენ თვითონ ქსიამოვნებს. აი დაუშვათ რაღაცა სულს მე და რო იცი რაღაცა თითქოს გიხარია პატარა ბავშვით მე მგონი ესას ბატონო ყველაფერთან ერთად თქვენ საოცრად წაგვიკითხეთ ანა კალანდაძის პატარა ნაწყვეტი და ახლა ისიც ვიცით რომ ძალიან გიყვართ პოეზია მაგის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია ეს არის ჩემი სიმართლე რა არის აი რას გაწყვეტ ეს არის ჩემი სიმართლე ეს არის ჩემი სიმართლე ვიცით რა მაინტერესებს რა დროს შველით არის ხოლმე რაღაცა მე მშველის ცუდ ხასიათზე ქუჩაში როცა ცუდ აი რა არის თქვენთვის პოეზია აი ჩემთვის არის სიცოცხლის წყარო მასაზრდოვებელი არ ვიცი როგორი მეტაფორა ვიხმარო და რა ვთქვა ყველაფერია ჩემთვის პოეზია მიჭირს დაუშვათ ხო და სულიერად ისე დეპრესიული და ისეთი ის არა ვარ მე მაგრამ მაშინ ვაჟებშეველა იცით როგორ მიყვარს აი ვიტყვი ხოლმე რომ აი ღმერთო ჩემო როგორ წერდა ეგეთ რამე აი როგორ ეს ვინ თან იმ დროში და იქ იმ დროში სადღაც მთაში ფოხისტარზე უგანათლებულესი იყო და წერდა მიყვარს ძალიან ბარათაშვილი რომელიც დაუფასებელი და თვლი მაინც და რომანტიკოსი ერთ-ერთი გამორჩა ერთ-ერთი კი არ შეიძლება ითქვას ერთადერთი კი გენიოსი ჩემი აზრით ამოდენიმე გენიოსია ახლა ძალიან ბევრი კარგი პოეტია მაგრამ ყველა ხომ არ არის გენიოსი და ბარათაშვილზე იცით რა მახსენდება და აი გული მეგლიჯება როცა განჯაში დადევდა ყაჩაღებს თქო შეიძლება რამდენი სტრიქონი დარჩა გადასატანი ხო ქაღალდზე და ამიტომ ბარათაშვილი ყველაზე ცოდოა და ვაჟასაც კი უდიდესი ძალიან დიდია და ეს სულ მაქვს ერთი კითხვა რომ 27-26 წლისანები გარდაიცვალენ რომ ეცოცხლათ რა იქნებოდა მერე გინდა იცოდე პელაგია რა იყო მე იმისი არ იყო სხვა რა იქნებოდა მე ქალბატონულია გონია რომ შეიძლება თქვენ სათქმელს ლექსით ეუბნებოდეთ ან სტუდენტს ან მეგობარს დიალოგში კი ბატონო რამდენჯერაც ხდება ეს ასე ლექციებზე გეხმარებათ ძალიან ლექციაზე ძალიან მეტყვიან ხოლმე ლიამას ლექსად წაგვიკითხავთ ხასიათის საქმე არ არის რა თუ კარგად მოიქცევით თუ ეს ამაკ ჩარდება არა და რასაშავებია მე ბონუსად ლექსიის ბოლოს ლიამას ჩვენ ხო კარგად ვიქცევით თქვენ კარგად იქცევით ეს ნიშნავს თქვენ აპრივად კარგად იგი ჩვენს დავიმსახურეთ ქალბატონიას მე მგონი ერთი ლექსი რომელიც განსაკუთრებულად რომელიც გიყვართ ქალბატონია აი ფიქრობ თქვენ ეს არც აგეხსნებათ და არც გესწავლებათ. თქვენი სათქმელი დღეს ჩვენ ვკითხარით, მაყურებელსაც უთხარით, საზოგადოებას უთხარით, თქვენ სტუდენტებს უთხარით და თქვენი სიმართლე მოიტანეთ ჩვენამდე ნებისმიერი თქვენთვის განსაკუთრებული ლექსით. ხო, ჩემ სტუდენტებს უყვართ ძალიან ეს შოთანიშნიანის პატარა ლექსია და მოდი ამას წავიკითხავ. აუ ლიამას გიждდებიან ხოლმე ესეთი რაღაცები ემართებათ. შევეცდები. შოთანიშნიანიძე. პატარა იყავ. და ამიტომაც თუ ვერ გამჩნევდი მეპატიება. რას ვიფიქრებდი არ დამინდობდა შენი ქალური შურისძიება. და თუ გიყვარდი როდია ჭორი ან ქარაგმულად თქმული იგავი მიუწვდომელი და შორზე შორი შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს შენ დაგინახა სუყოლა მერთად თვალებმა გულმა და სიჭაბუკემ და შეიცვალა ჩვენი როლები შენ გამირბოდი მე გსდებდი ბოლოს შენ წითლდებოდი და ათრთოლები თუ ხერხულ სალამს მაძლებდი მხოლოდ ერთხელ კი გზაზე აღარ გაგიშვი
ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდი. ამ ხელა ბიჭი მე შენს თვალებში რა პატარა და უმწეო ჩანდი. მას შემდეგ ხშირად გხედავდი მცინარს. თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან. გავიწყდებოდა სალამი ხშირად დაძველებურად აღარ გცხონოდა. ბოლოს გავიგე, როგორ დაჰკარგე დამჩა სევდა მარადის თვალებში, როცა ჩაგხედე კარგო შენს თვალში, მაშინ დავბადარავდი. ბრავო. არაჩვეულებრივი ქალბატონი ლია მეტრეველი იყო ჩვენი სტუმარი სამწუხაროდ პირველი ბლოკის დრო ესე მალე გავიდა. ქალბატონო ლია, უღრმესი მადლობა იმისთვის რომ ხართ. მადლობა რომ ასე უყვარხართ სტუდენტებს, იმიტომ რომ მათში ყოველი მომავალი საწყისი რაღაც ეტაპისა არის თქვენი დამსახურება, პედაგოგის დამსახურება, თუ კი ბავშვი, მოზარდი, სტუდენტი, რაიმე საწყის იწყებს თქვენგან მოტივატორი როცა თქვენ ხართ. ამიტომ უღრმესი მადლობა ამისთვის. თქვენ რომ არსებობთ და ასე გიყვართ ქართული პოეზია. მე მიხარია შენ რომ არსებობ, ვისი ხარ ეს რა ჩემი საქმე. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონია. უღრმესი მადლობა. მადლობა ძალიან ცოტა ხნით უნდა გავიდეთ სარეკლამო ჭრაზე და კიდევ ერთი ძალიან საყვარელი ყოველასთვის სტუმარი იქნება მეორე ბლოკში.